მინდა გითხრა რომ შეშფოთებით უყურებდი ახლა ამ ამბავს და საერთოდ აი როგორ ხდება ეს რაღაცა წარმოუდგენელია ხო როგორ შეიძლება ენდო ადამიანი ლიცენზია არ მქონე ექიმს და რაღაცა პირველივე შემოხვედრი რაღაც შეიშხაპუნო არ ვიცი ამაზე სალონებში სახლებში ესე კუსტარულად გაკეთებული კი მაგრამ პრობლემა რა არის იცი რომ მაინც ხდება გავლენა იმ ინფლუენსერებისგან იმ TikTok ვიდეოებისგან რომლებიც არარეალური იდეალებით არარეალური დაპირებებით მომენტალურ შედეგს პირდებიან ადამიანს რომ ერთ ფილერს შეიშხაპუნებ როგორც ჩვენ თქვი და უცებ მომენტალურად გახდები სილამაზის დედოფალი აი ეს ნდობა მაინც რაცა უნდა ინფლუენსერი ვიყო რომ გინეკოლოგი ვარ და ახლა გამშობიარებ თქო მოხვალ ჩემთან რა ვიცი არ მოხვალ მაგრამ საერთო ჯამში ეს მაინც სერიოზული ტალღა არის და ნუ რაღაც ხალხის რაღაც ნაწილზე მოქმედებს განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე და აი შედეგიც ვნახეთ ხო ეთყობა რას იკეთებენ არ კითხულობენ ეთყობა რა აი რა არის იმაში რაღაცას რო ძვირი ღირს ეს თავის მოვლა ხო ეგ არის მაგას მივხვდი ხო და ვცდილობენ რომ რაც შეიძლება იაფათ სამწუხაროდ აი სილამაზის ინდუსტრია ნამდვილად უცნაურია და ძალიან სწრაფად იცვლება მაგრამ ბოლო წლებში გაჩნდა ტენდენციები აი მარიკამ აღნიშნა კიდევაც რომლებიც არა მხოლოდ უნიკალური არამედ შოკის მომგვრელიც მოდის და ესთეტიკის სტანდარტები სულ უფრო და უფრო შორდება ბუნებრიობას აი თუ დააკვირდებით და იღებს რადიკალურ ფორმებს ახალგაზრდა ადამიანები სოციმედიის გავლენით ირჩევენ ძალიან უჩვეულო ტრენდებს ტრანსფორმაციებს უფრო გამოკვეთილი სახის ფორმები უნდათ ხელოვნურად შეცვლილი სხეული და ასევე უჩვეულო ესთეტიკა რომელიც რაღაც ახალი იდეალი ხდება და რაც აბსოლუტურად არ არის ბუნებრივი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ტრენდი რომელიც ბოლო წლებში გავრცელდა არის alienization ანუ უცხო პლანეტარიზაციის ქირურგია წარმოიდგინეთ უცხო პლანეტებს რომ და აი ამ პლასტიკური ოპერაციის საშუალებით ისინი ცდილობენ რომ დაემსგავსონ უცხო პლანეტელებს ანიმეს პერსონაჟებს მათ ფავორიტებს და ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი გახლავთ ანასტასია პოკრეშჩუკი ქალი რომელმაც ექსტრემალური ჩარევების მთელი სერია ჩაიტარა მას უნდა რომ ქონოდა მაქსიმალურად დიდი არაბუნებრივად გამოკვეთილი ლოყები წარმოიდგინეთ და აბსოლუტურად აი ყრიმალები ლოყები და აბსოლუტურად შეიცვალა მან სახის ფორმა სახის პროპორციები და პროკრეშჩუკმა რომელიც საკუთარ თავს დიდი ლოყების დედოფალს უწოდებს წარმოიდგინეთ ასეთი იყო მისი სურვილი ხო ინექციებისა და ფილერების საშუალებით სახის სრული ტრანსფორმაცია და რაღაცა იცვლილება მოახერხა და მისი ვიზუალი მართლაც შოკის მომგვრელი არის და ამძაფრებს კითხვას სად არის ზღვარი სად გადის ზღვარი სილამაზესა და სხეულის მოდიფიკაციის უკვე მანიას შორის იმიტომ რომ ამ ადამიანებს რაღაცა მანია ეუფლება აი ეს არის ერთია რომ კონკრეტულად ადამიანმა გადაწყვიტა კარგი ერთი ინდივიდია მაგრამ რატომ იყვება მე ამ მანიას იმიტომ რომ უნდა იყოს ლოყების დედოფალი ვერ გაიგე თითქოს ხდებიან დამოკიდებულებები და აქაც ალბათ ჯანსაღი ფსიქიკა არის აუცილებელი თუმცა ჩვენ სტუმარი ყავს დღეს ეთერში რომელიც ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა უკეთ ისაუბრებს ვიდრე ჩვენ რადგან თავად გახლავს პლასტიკური ქირურგი ბატონი ნოდარ ბრუნჯაძე გთხოვთ მობრძანდით ჩვენთან სალამი გაგვარკვიეთ რასთან გვაქვს საქმე ეს რა პროფესიონალურ პასუხებს მივიღეთ რა გვეშველება კი არა და რა ეშველებაც თუ რა ვიცი ეცილი იყოს თქვენი მოსვლა კიდევ ერთხელ თქვენი ყავით ჩვენი სტუმარი დაახლოებით მსგავს თემებზე ვსაუბრობდით მაშინაც და ახლა რაც დრო გადის უფრო ვატყობთ რომ აი რაღაცნაირად ადამიანები იმის ნაცვლად რომ თითქოს უნდა გალამაზდნენ გაახალგაზრდავდნენ ხელოვნურად იმახინჯებენ და იბერებენ თავს ხშირად არიან თქვენთან პაციენტები მოდიან რომლებსაც ვთქვათ აი ჩარევები აქვს გაკეთებული არალიცენზირებულ ექიმებთან სპეციალისტებთან სადღაც სახლის პირობებში სილამაზის სალონი სადაც ვთქვათ თმა კეთდება და ფრჩხილი იქვე რაღაცა პატარ-პატარა ინექციები რაც არ არის კვლავ ლიცენზირებული და აქვს საშინელი შედეგები აი თუ მოსულან ასეთი პაციენტები კი ბატონო მოგესალმებით პირველ რიგში დიახ ეს საკმაოდ ისეთი ფართო თემა იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან პოპულარული და ძალიან ისეთი მრავალფეროვანი გახდა პლასტიკური ქირურგიული ჩარევებიც და აი ეს კოსმეტოლოგიური პროცედურები. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე თამამად დგამს ნაბიჯს, იკეთებს ამ პროცედურებს, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, ვიცოდეთ რას ვიკეთებთ და ვიცოდეთ გჭირდება თუ არა. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძალიან ბევრი საუბარი, რაც ყოველდღიურად გვიწევს ძალიან ხშირად გვიწევს იმ საკითხებზე საუბარი, რომელიც შეიძლება პაციენტს არ სიამოვნებს, მაგრამ
ამას ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, რომ აი რაც სიუჟეტში ვნახეთ და ახლობით მსგავსი შედეგები არ მივიღოთ და გქონდეს რაღაც ხაზი, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი თქვა აყოლილი არის ამ ტრენდს და მოდას, რაზეც ვსაუბრობთ დღევანდელ თემაში და თქვენ როგორც პროფესიონალმა საუბრით, ჩარევით, მოახერხეთ ის, რომ გადააფიქრებინეთ და უთხრეთ, რომ ეს არ გჭირდება, ეს არის რაღაც დროებითი აჩემება და აუცილებლად გადაივლის. ყოფილა ესეც ის. დიახ, ძალიან ხშირად, ფაქტობრივად ყოველდღიურად გვიწევს თუნდაც ერთხელ ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ რომ როგორც წეგან სიუჟეტიდან გამომდინარე იყო, რომ ძალიან ბევრი ცნობილი სახე, ძალიან ბევრი ვარსკვლავი, რომელიც ხშირად იცვლის ძალიან ნიუანს სხეულთან დაკავშირებით, სახისთან დაკავშირებით. მე გრაიანი ოსკარებზე ვერ ვიცანით, მაგალითად საშინელება იყო რაღაც. და იმას აყვებიან ხოლმე. კი, ანუ რაღაც მიმბაძველობა არსებობს, რომელიც ხშირად არის გადამდები. იკეთებენ ძალიან ბევრ რამეს, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა პაციენტს არ ჭირდება არანაირი ჩარევა, აქვს სხეულის სრული სიმეტრია, აქვს ჰარმონიული აგებულება, კონტურები, მაგრამ უნდა რომ ვიღაცას გავდეს. ანუ ვიღაც კონკრეტული ცხვირი, კონკრეტული მიკაპი, ყრიმალები, ძალიან ხშირად დეკოლტე, წელი და ასე შემდეგ. ასეთ დროს ჩვენ უნდა შევაფასოთ აუცილებლად ანატომიური საშუალებები თუ როგორი ფორმები აქვს, ანუ ყველა ადამიანს დაემსგავსოს შეუძლებელია. ამიტომ კონკრეტულ სიტუაციებში და ჩვენ ახლა ეკრანზე ვხედავდით ბელა ჰადიდის ტრენდს, მელისებური თვალები ესე ქვია, მან ესე გაიკეთა, ეს არ არის რთული პლასტიკური ოპერაცია, კანი იჭიმება, აქ იჭრება, ეს მაგრამ თუმცა რაღაცა ხშირ შემთხვევაში გოგონები არიან ხოლმე დამახინჯებული ზევით აკაჩული წარბები, მგონია რომ ვერ ხუჭავენ კარგად თვალებს. აი ეს ტრენდი ახლა ყველასთვის მისაღებია თუ ცოტა თავი უნდა შეიკავონ ახალგაზრდებმა? ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, წარბს აქვს თავისი ანატომიური დგომა, მაქსიმალური სიმაღლე და ყველაზე დაბალი სიმაღლე. ჩვენ ამ შუალედში უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა რომ არ დავარღვიოთ აი ეს ჩარჩოები, რასაც ანატომიური ნორმები ქვია. ყველა სურვილი შესრულება შეუძლებელია, ყველაფრის მოკვეთა და მიკეება შეუძლებელია. ანუ შეიძლება რაღაც ჩარჩოებში პაციენტის სურვილს გავყვეთ, თუმცა უნდა იყოს ჯანმრთელობის, სილამაზის და აი უსაფრთხოების თანხმდრა. თუ ეს არ არის, ანუ ჩვენ ვერ თანხმდებით ხშირად ნაწყენებიც მიდიან ხოლმე პაციენტები და გვიწევს აი ძალიან ბევრი საუბარი. კი, აი მე ასეთი შეკითხვა მაქვს. თუ მოსულა როდესმე პაციენტი ისეთი, რომელიც ეთქოდა აბსოლუტურად არაბუნებრივ რაღაცებისკენ, აი მაგალითად იმას რომ ვიღაცა რო იყო რომ ლოყების დედოფალი უნდა. რაღაც აი არაბუნებრივს, რომელიც საერთოდ შეუსაბამო არის. ისედაც რაღაცა უცნაური აჩემება არის, მაგრამ უნდა რომ ჰიპერბოლიზებული რაღაცა კონდეს. კი, ნამდვილად. ესეთი რაღაცებიც არსებობს. ასე თუ არიან ხოლმე და მახლა ასეთ ადამიანებთან როგორ რეაგირებთ ხოლმე, რასეუბნებით და ფსიქოლოგიის ჩარევა ხო არ არის ხოლმე მან საჭიროს. ასეთ შემთხვევაში ჩვენი კონსულტაცია უფრო გაქვს ფსიქოთერაპიის რაღაც ერთ-ერთ სეანსს, ვიდრე კონსულტაციას, იმიტომ რომ ახლა ჩემი პირადი გამოცდილებიდან რამოდენიმე შემიძლია გავიხსენო, როცა პაციენტს უნდა ქირურგიულად ენის ორად გაყოფა მაგალითად. ან ყოფილა შემთხვევა პანკების ხშირი ანუ რაღაც მიმდევარი ადამიანი საინტერესო ისტორია, ენის გამყიდე რა ყოფილა ეგეთი რა. ყოფილა ადამიანი, რომელსაც მამაკაცი, რომელსაც უნდა სახეზე შრამი, ესე ნაწიბური, რომელიც მისთვის იყო რაღაცნაირი ესე მომხიბვლელი და მამაკაცურობის დაბალანსება. კი. და ყველაზე უცნაურია ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ასევე მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, რომელსაც უნდა და ასე იგი სახის დეფორმაციების, ასე ვთქვათ, დეფორმაციების შექმნა იმპლანტების გამოყენებით. პირველ რიგში უნდა და რქების ფორმირება სპეციალური იმპლანტით და ნიკაპის დაგრძელება და დაწვრილება. ეს ქართველი იყო საზღვარგარეთ, ძალიან ხშირად არიან. არ იყო ქართველი. არ იყო ქართველი, ამიტომაც, იმიტომ რომ აი ხშირად მე პირადად მინახავს ევროპაში, რომ აი რაღაცები აქვს გაკეთებული, კანიდან არის ამოსული რქები, რაც თქვენ ახსენეთ. ამ ბოლო დროს შედარებით კიდე ხშირი ესეთი ბარბის ცხვირები, ცხვირი კიდე გავიგე, პეტარა ცხვირი და აი ესეთი ელფის ყურები. კი. აი ესეც ერთ-ერთი ტრენდია. ესეც არის ერთ-ერთი ტრენდი. აი წეღარაზე ვსაუბრობდით, არსებობს ეს დრაკონის სახე, რომელიც ანუ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა, რამოდენიმე ოპერაციების სერია არსებობს, აი ცხვირის მოკვეთა, ყურების მოკვეთა, ანუ რქების და ასე შემდეგ და მოკლედ ეს არის არ მინდა ცოტა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ არაჯანსაღი ფანტაზიების რაღაც ნაკრები და შედეგი, რომელიც და ასევე ამ ფანტაზიებს ძალიან აღვიძებს ის აპლიკაციები, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული ფილტრი. ანუ როდესაც თავის ჩახედავენ იმ ფილტრში, რასაც ხედავენ, ეს არის მომხიბვლელი. და თუ მოსულან აი ამ თხოვნით, აი როგორიც აქვს ჩანვარ,
ესეთი ვიყო. ფილტრი მქონდეს სახეზე. ამ კონი გამოცდილება რქებთან დაკავშირებით რომ იგივე ვთქვა, მაგრამ ყოფილა შემთხვევაში ტუჩები როგორც მაქვს ფილტრში, ან სხვირი როგორც მაქვს ფილტრში, მინდა ისეთი მქონდეს. ასეთ დროს აუცილებელია კიდევ და კიდევ ვისაუბროთ ინდივიდუალურად იმ კონკრეტულ პაციენტზე, ვისაც აქვს ეს სურვილი. ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ მათ, თუ არ აქვთ გასაკეთებელი, არ აქვთ სამედიცინო ჩვენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ იქნებ გადავაფიქრებინოთ და იქნებ ეს ჩარევა არ ჩაიტაროს, იმიტომ რომ მსგავსი ფანტაზიები ძირითად შემთხვევაში არის ხანმოკლე და შემდგომ როცა ცნობიერად უკვე ხვდებით, რომ წარუმატებელი ან გაუმართლებელი იყო ჩვენი ჩარევა, მერე უკვე იწყება ორჯერ, სამჯერ, მეტჯერ უფრო მეტი შრომის ჩადება იმაში, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ერთი შეკითხვა მაგ ბოდიში უნდა ვთქვა უცებ, აი მაგალითად ვერ გადააფიქრებინეთ. ჩვენ მაგ შემთხვევაში რა ხდება? მაინც მოგიწევთ გაკეთება? იცით როგორ არის? თუ ამაზე ხელს არ მოვაწერთ თქვენ სიტყვას, თუ როგორ არის ეგ? ვცდილობთ რომ ამ ყველაფერს ავწდეთ. როცა საქმე ეხება სხეულის დამახინჯებას, დეფორმაციას და რაღაც არაჯანსაღი ფანტაზიების შექმნას, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ვერ თანხმდებით. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ყველაფერი გავდეს ცოტა სხვა ასპექტიდან დანახულ გარემოებას. ხშირად ჩვენ მაგალითად მოდელირების საშუალებით ვაჩვენებთ ხოლმე კონკრეტულ სიუჟეტებს და კონკრეტულ ნიუანსებს, ეს მათთვის მისაღები უნდა იყოს თუ არა. როცა ადამიანი მოდის აბსოლუტურად ბუნებრივი კონტურები აქვს, ძალიან ლამაზი ცხვირი, ტუჩები, ყრიმალები და მოთხოვნა აქვს რომ ძალიან დიდი ტუჩი ქონდეს, ძალიან დიდი ყრიმალები, რაც სიუჟეტში ვნახეთ და წარბები ძალიან მაღლა. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ვუხსნით, ვაჩვენებთ ანიმაციის საშუალებით ჩვენი აპარატების. ანუ რა შეიძლება შეიცვალოს და ძალიან ხშირად ეს ყველაფერი ამართლებს. ძალიან ხშირად ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ის კონკრეტული წარმოსახვები და დაუბრუნდეთ რეალობას. ბატონო და რა გაახალგაზრდავდა ასე ვთქვათ პლასტიკური ქირურგია და მოთხოვნა ხო რაღაცა თინეიჯერებს უკვე უნდათ რომ შეიცვალონ აი მარიკა მახსენა ეს ფილტრები და აპლიკაციები ესეც ერთ-ერთი დამნაშავე არის ამ ყველაფრის აი სამხრეთ კორეაში თან წარმოიდგინეთ დაბადების დღეებზე თინ მოზარდებს ეგრეთ წოდებულ თინეიჯერებს ჩუქნიან პირდაპირ პლასტიკურ ოპერაციას იმიტომ რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის კი დაკავშირებული ეს ყველაფერი და ესეთი აი კარგი საჩუქარია რამდენად საშიში არის ვთქვათ მოზარდის პერიოდში პლასტიკური ოპერაცია და ზოგადად აი ასაკი ყველაზე ოპტიმალური რა შეიძლება იყოს ნუ ჭირდება ადამიანს გაკეთება პლასტიკური ოპერაციის იქ ცხვირის თუ რა ასე შემდეგ ხო რასაც თქვენს მიესალმებით რომ აი ნამდვილად მოუხდება რომელი ასაკი არის ოპტიმალური ასაკი ცოტა პირობითი მცნება მთავარი არის პაციენტს სრულ უფლებიანად შეეძლოს საკუთარ თავთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება იყოს ზრდასრული იყოს გაწონასწორებული და კონდეს სრული ფსიქოლოგიური მზადყოფნა იმისი რომ დაგეგმოს სწორი ჩარევა რაც თქმა უნდა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა იყოს ეს სამედიცინო კუთხით ანუ გამართლებული სამედიცინო ჩვენება უნდა იყოს ამისი და ეს არ უნდა აზიანებდეს ჯანმრთელობას, ვიზუალურ დეფექტებს და დეფორმაციებს არ უნდა იწვევდეს და ეს უნდა ჩამოყალიბებული სხეული ორგანიზმი და ფსიქიკა აი ასეთი ტრენდული აჩემებებით რა ასაკის პაციენტები უფრო მოდიან, აი ყველაზე მეტად როგორი კვეთება? უფრო ხშირად დაახლოებით 25 წლამდე პერიოდში ჩვენ რასაც საუბრობდით ახლა ის ნამდვილად დამატებით კიდევ არსებობს უნივერსიტეტს როცა ამთავრებენ კოლეჯს როცა ამთავრებენ მშობლები ჩუქნიან ხოლმე შვილებს მსგავს პაკეტებს ასევე არაბულ ქვეყნებში არის ესეთი ტენდენცია და ესეთი საჩუქარი, ასე ვთქვათ, როცა უღლდება წყვილი, მამაკაცი ქალბატონს რაღაც კონკრეტულ თანხას ჩუქნის პლასტიკური ოპერაციებისთვის და კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის. ესე იგი მოგიყვანეთ ცოლად, მაგრამ შეგალამაზება გჭირდება. ნუ მოკლედ, ანუ ეს მომენტია. რაღაც არ მომწონხარ ცოტა. აი ეს შენ და დაახარჯე საკუთარ. აი ჩვენ შესავალში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ხდება დამოკიდებულების ტოლფასი. აი თქვათ, აი ქაჩეს წარბები, მერე წარბი ჭირდება, რომ თვალი მიყვეს, მერე თვალს ჭირდება ყრიმალი და ასე. აი ეს თუ ჩანს, რომ ვეღარ კმაყოფილდებიან და სულ მოთხოვნადია ახალ შემთხვევაში კი ანუ რაღაცნაირად შეიძლება დავარქვათ დამოკიდებულება შეიძლება დავარქვათ შეჩვევა თუმცა თუ პირველი მეორე მესამე ოპერაცია რომელიც პაციენტს ჭირდება გამართლებულია რეაბილიტაცია გაიარა მარტივად შეძლო ის რაც მის ცხოვრებას ძალიან ართულებდა გადალახა ეს ბარიერი ძალიან ხშირია დღეს რომ TikTok პლატფორმაზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და ნებისმიერ სოციალურ სივრცეში შეგვიძლია ნებისმიერი ქირურგის ნამუშევარი ვნახოთ, შევაფასოთ მისი შედეგები, მოგწონს თუ არ მოგწონს ეს კონკრეტული რამ, დავაკვირდეთ აი ბლოგერების საშუალებით როგორ განვითარდა მათი რეაბილიტაცია, რამდენად მარტივია, რამდენად ჩვენ ფსიქოლოგიასთან ახლოს არის. ახლა უკვე თვითონ პლასტიკური ქირურგები აწარმოებენ
ასე თავიანთ გვერდებს და ძალიან კარგია, იმიტომ რომ პაციენტი მოდის მომზადებული და შემდგომ უკვე გეგმავს რაღაც კონკრეტულს, რომელიც მისთვის იქნება მისაღები. ასეთ შემთხვევაში ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, რომ დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. თუ შევუწყობთ, თუ ეს ყველაფერი დაცულია, წეგან რაც თქვენ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა არ არის საშიში. ყოველი ჩარევა უნდა იყოს გამართლებული. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმ რაღაცა ყველაზე ცუდ შედეგებზე, თუმცა აქვს კარგი მხარე, რა თქმა უნდა, კარგი შედეგები ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არის გაბედნიერებული, ერთ ძალიან პატარა ამბავს ვიტყვი ერთმა პლასტიკურმა ქირურგმა მითხრა, რომ ქალბატონი მოვიდა ჩემთან 73 წლის და გაიკეთა ცხვირის ოპერაცია. მას ეს უნდოდა ახალგაზრდობიდან, თუმცა არ ქონა დრო, საშუალება, შვილები და უკვე მოვიდა იმ ასაკში, მოიცალა და მთელი ცხოვრების ოცნება ჰქონდა და ამას აქშევდებს. ისე გაბედნიერდა, რომ 10-15 წლით მინიმუმ გაახალგაზრდავდა ვიზუალურად, შინაგანად, ყველანაირად. თქვენი პროფესია არის ასევე ადამიანის გამაბედნიერებელი, მოდით ასე ვიტყოდი ბოლოს, რა თქმა უნდა. ასე დავასრულოთ და მოდით აი პლასტიკური ქირურგიის მომავალზეც ვისაუბროთ იმ ტენდენციებზე, რომლებიც ასევე სასარგებლო ადამიანებისთვის და არა მხოლოდ საზიანო ეს გადამეტება. როგორც თქვენ ბრძანეთ, ძალიან პოპულარულია ეს ჩარევები, როგორც კოსმეტოლოგიური, ესე ქირურგიული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტი კარგად გაერკვეს იმაში და კარგად დაამუშავოს ის კონკრეტული საკითხი, რომლის შეცვლასაც ცდილობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც არის რაღაცნაირად რთულად გადასალახავი, თუმცა დღეს იმდენაირი ინფორმაცია არსებობს და იმდენად შეიძლება ამ ყველაფრის დამუშავება, რომ ყველაფერი ჯობია ერთად გავიაროთ, ვისაუბროთ. ყველა პლასტიკურ ქირურგს აქვს ეს მიდგომა და ეს არის ყველაზე ჯანსაღი, კი ბატონო, იმიტომ რომ ასე ჩვენ შევძლებთ ყველა ჩვენი ჩარევა გავხადოთ გამართლებული. შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება, ისინი ბევრად უფრო ლაღები იყვნენ, ბევრად უფრო ბედნიერები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დადებითი მაჩვენებელი და მათთვის სასურველ რეზულტატს ერთად აღწევთ საბოლოოდ ეს არის შემთხვევაში. თან ახლა თქვენ უკვე პროფესიონალები იმ საფეხურზე ხართ, რომ იმდენად ბუნებრივად კეთდება ბევრი პლასტიკური ოპერაცია, რომ თუ არ იცი, ადრე აუცილებლად ყოველს ყველაფერი ეტყობოდა და ახლა თუ არ იცი, რა თქმა უნდა, არ ეტყობა და დიდი მადლობა თქვენ პროფესიონალებს ამისთვის. მადლობა. მოკლედ, ვფიქრობ, რომ პროფესიონალიზმი, აი მე სულ მუდმივად ხშირად რომ ეკითხებათ, უნდა მიხვიდეთ ლიცენზირებულ კლინიკაში, ჯობია რომ ეს იყოს რაღაცა ჰოსპიტალი, საავადმყოფო ან ცენტრი, ექიმები, შესაბამისი პროფესიონალები, ლიცენზირებულები თავიანთ პროფესიაში და ყველაფერი კარგად იქნება და ჯანსაღი ფსიქიკა. რაღაცაზე დამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი. დიდი მადლობა წარმატებებისთვის, რომ თამას არ ეკამოჭრისროა ჩვენს ეთერში. შევისწავლებს მალე დაგიბრუნდა